პირადად მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, უსამართლობას ვგრძნობ და აი არ ვიცი, ხანდახან მგონია რომ ცხოვრობთ ერთ ძალიან დიდ დისტოპიურ ქვეყანაში, არა და ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელშიც ილია არსებობდა. ამიტომ ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია და იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამ უსამართლობას შევცვლით ჩემი თავის იმედი მაქვს. იქიდან გამომდინარე მე რასაც ვხედავ ბოლო დროს, ბოლო 2 წელი განსაკუთრებით, ხო? მე ვხედავ ძალიან ბევრ უსამართლობას, რომელიც არ არის აღკვეთილი კანონით. მე მიმაჩნია რომ თუ დაუშვათ შეიძლება რომ 23 წლის გოგო დააკავო, მაშინ ანალოგიურად დააკავეს სხვა ადამიანიც. უნდა ვიყოთ მაშინ, როგორ თქვა, სამართლიან უნდა მიუდგეთ ყველაფერს. ასეთი არჩევითი სამართალი არ შეიძლება. ჩვენ ვემსგავსებით აი ისევ ილიას გავიხსენებ, სარჩობელაძე და არის მისი ერთ-ერთი ნაწარმოები და იქ პეტრე არის ესეთი პერსონაჟი, რომელიც შორიდან უყურებს ადამიანს, რომელსაც ახრჩობენ. და პეტრე რაღაცა უდანაშაულო დამნაშავის როლშია. ჩვენც ახლა ეგრე ვართ, შორიდან ვუყურებთ ამ ყველაფერს უმეტესობა სამწუხაროდ და ბევრი ხმას არ იღებს და ძალიან მწუხვარ ამის გამო. ესეც ხალხის პრობლემაა სამწუხაროდ.